ხვიჩა კვარაცხელიას ფარული ტრანსფერი მადრიდის რეალში. Რატომ გამოიწერა კილიან მბაპემ ქართველი ფეხბურთელი? მადრიდელები ვინისიუსის გაყიდვასაც აპირებენ. ყველაზე ახალი ცნობები. სპორტინგი გიორგი ქოჩორაშვილს კარიერას უფუჭებს. ხეტაფეში ტრანსფერი ჭიანურდება. სრული სიგიჟე. როგორც გახსოვთ, ვატარებდი ექსპერიმენტს და აღმოჩნდა, რომ ამ არხს სუპერ ემპათიის მქონე და პატიოსანი ხალხი უყურებს. ჩვენ საშუალოდ ვაგროვებდით ვიდეოზე 500 მოწონებას და ერთ ვიდეოზე დამაინტერესა რამდენად რეალური იყო 2000 ლაიქზე ავსულიყავით. თქვენ კი შეძელით 3300-ზე მეტ მოწონებაზე ასვლა. ეხლა ერთი კითხვა გადამრჩა. ნუ თუ ეს შემთხვევითობაა და ერთჯერადი გავარდნა, მოდით გავარკვიოთ და ამჯერად ცოტათ 3000 მოწონებაზე ავიდეთ. საინტერესოა, როგორ მოიქცევა თითოეული თქვენგანი ასეთ სიტუაციაში. ახლა კი ფეხბურთს დავუბრუნდეთ. გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერის საკითხზე სპორტინგსა და ხეტაფეს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა მხარეები ამ დრომდე საბოლოო შეთანხმებას ვერ აღწევენ. ინფორმაციას ესპანური გამოცემა რელევოს ჟურნალისტი დიეგო ოტერო ავრცელებს. ხეტაფესა და სპორტინგ შორის ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება. თუმცა პორტუგალიური კლუბი საკუთარ მოთხოვნებს არ ცვლის, რაც შეთანხმების მიღწევას ართულებს. წერს ოტერო. მანამდე პორტუგალიური გამოცემა აბოლაც იუწყებოდა, რომ ლა ლიგის კლუბი ქართველი ნახევარმცველის დამატებით სერიოზულად არის დაინტერესებული. მათი ინფორმაციით ყველაზე რეალურ ვარიანტად ფეხბურთელის იჯარით გადასვლა განიხილება. თუმცა გარიგების ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია. არ სახელდება რა თანხას ითხოვს სპორტინგი იჯარის სანაცვლოდ და იქნება თუ არა ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი. ასევე გაურკვეველია თუ ასეთი პუნქტი ჩაიდება მისი გააქტიურება 2027 წელს სავალდებულო იქნება თუ მხოლოდ სურვილის შემთხვევაში. ქოჩორაშვილი სპორტინგს გასულ წელს შეუერთდა, თუმცა რეგულარული სათამაშო დრო ვერ მიიღო, რის გამოც მისი იჯარით გაშვება ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია. ხეტაფეში გადასვლის შემთხვევაში 26 წლის ქართველი ნახევარმცველი კარგად ნაცნობ გარემოში დაბრუნდება და კარიერას კვლავ ლა ლიგაში გააგრძელებს. როგორც ვიცით, ზურიკო დავითაშვილიც ტოვებს კლუბს და საუბრები მიდის იტალიურ ატლანტაზე, რომლის მწვრთნელიც მაურიციო სარია. არ არის ცუდი ვარიანტი, თუმცა აი გიორგი ქოჩორაშვილის მაგალითზე, ჩემი აზრით ხეტაფეში რომ გადავიდეს ზურიკო სასწაული იქნება და ახლა აგიხსნით რატომ. ხეტაფეში ტრანსფერი დამეთანხმებით, რომ დიდი წინსვლა იქნება ზურიკოსთვის. ლიგა 1-ში თამაში თუ პსჟ-ს ფეხბურთელი არ ხარ, დიდად არ გაძლევს გავწყინების საშუალებას. აი ლა ლიგას რაც შეეხება, ზურიკო იქ მიქაუტაძესთან ახლოს იქნება, თანაც მადრიდის რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, ასეთ გუნდებთან ექნება შანსი, რომ აჩვენოს თავისი დონე და კიდევ უფრო მაღლა ავიდეს, გაძვირდეს, გახდეს ბევრად უფრო მოთხოვნადი და ასე შემდეგ. რეალის და ბარსელონას კარში გატანილი 2 გოლი, ბევრად მეც მისცემ ზურიკოს ვიდრე ლიგა 1-ში გატანილი 10 გოლი. თანაც უგრძნობ ინტუიციურად, რომ ხეტაფეში და ზოგადად ლა ლიგაში ზურიკო შეძლებს გავწყინებას. არიან სუსტი გუნდები, ვისთანაც სტატისტიკის გაფორმვას შეძლებს და ბევრი გოლის გატანას და არიან გრანდები, ვისთანაც იჭიდავებს და თავს წარმოაჩენს. არის ხალხი, ვინც ზურიკო დავითაშვილზე იძახის, რომ ზედმეტად გადაფასებული ფეხბურთელია და რეალურად არაფერი არ შეუძლია. ასეთი კომენტარები შემხოდრია სოციალურ ქსელებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც, რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. ზურიკო დავითაშვილი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. შეიძლება ის ჯერჯერობით არ არის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ხვიჩას ფონზე, თუმცა ის დონე რაც ზურიკოს აქვს და ის პოტენციალი რაც ღმერთმა მასში ჩადო, არის უდიდესი და დაუფასებელი ჩემი აზრით. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ის დაუფასებელი ფეხბურთელია თუ პირიქით გადაფასებული? ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მადრიდის რეალში. მადრიდული კლუბის ფრანგმა ლიდერმა კილიან მბაპემ ქართველი გარემარბი ინსტაგრამზე გამოიწერა. შესაძლოა ეს უბრალოდ მეგობრული ჟესტი იყოს, მაგრამ ისიც შეგვიძლია დავუშვათ, რომ მან მომავალი თანაგუნდელი დაიმატა, რადგან ფეხბურთელები ასე ხშირად აკეთებენ. რეალმა დიომანდე დაიმატა, რომელიც მარჯვენა გარემარბია და თან დიდი პოტენციალის მქონე, რაც მთავარია გაბერილი ეგოს გარეშე. ეხლა აქტიურად იწერება, რომ ვინისიუს ჟუნიორს დაემშვიდობებიან და ბრაზილიელი არსენალში გადავა. შესაბამისად ჩნდება თავისუფალი პოზიცია და საკმაოდ დიდი თანხა, რომელსაც რეალი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელში აუცილებლად გადაიხდის. კვარასნაირი გარემარბი, რომელიც მოიპოვებს ჯარიმებს 11 მეტრიანებს, გამწოვებს თამაშს, აქვს კარგი ხედვა და პასი და ეს ყველაფერი კვებავს კილიან მბაპეს, რომელიც მომენტების რეალიზებაში საუკეთესოა დღესდღეისობით და ამის ზევიდან
კვარა თავადაც არის გოლების გამტანი ფეხბურთელი. 100%-ით დარწმუნებული ვარ, თუ PSG გაუშვებს და ხვიჩაც ძალიან მოინდომებს, რეალი მზადაა ამ ტრანსფერისთვის. ხვიჩას შემთხვევაში კი კარგი ისაა, რომ ჯერ ერთი თავის ოცნებას აიხდენს და მადრიდის რეალში ითამაშებს. მეორე, მადრიდის რეალი არის კლუბი, რომელსაც ხშირად აქვს შანსი მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, რადგან ეს კლუბი მთლიანად შინაგანად მთელი მათი სისტემა აწყობილია იმისთვის, რომ მოიგონ ჩემპიონთა ლიგა. და ეს მათ DNM-ში ზის. და კიდევ ერთი დიდი პლუსი თუ ხვიჩა ეხლა რეალში გადავა, ოქროს ბურთის მოგებაში მისი შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. ნახოთ რა ინფორმაციები ტრიალებს ამ ფეხბურთელების გარშემო ინტერნეტში. თქვენ კი შეგახსენებთ, რა თქმა უნდა, თუ მოგწონთ და გაინტერესებთ, რასაც ვაკეთებ, არ დაიზაროთ არხის გამოწერა. ლონდონის არსენალი მადრიდის რეალის ვარსკვლავის ვინისიუს ჯუნიორის ტრანსფერით სერიოზულად დაინტერესდა და ბრაზილიელის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. ინგლისური გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა არსენალმა ტრანსფერის მზადება უკვე დაიწყო. ლონდონელები იმ გარემოებით სარგებლობას ცდილობენ, რომ ვინისიუს რეალთან კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია. წყაროს ცნობით არსენალში ამ ტრანსფერზე მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც დარწმუნდნენ, რომ როგორც სპორტული, ისე ფინანსური თვალსაზრისით ასეთი გარიგების განხორციელება რეალური იქნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობაც და მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტაც ერთ აზრზე არიან. ვინისიუსი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარება. ვინისიუსის მომავალი ამ ეტაპზე მის ახალ კონტრაქტზეა დამოკიდებული. ბრაზილიელსა და რეალს შორის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმება ჯერ არ შედგა. რამოდენიმე ავტორიტეტული გამოცემის ინფორმაციით, მეტოფეები რეალისთვის ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებენ, რომელსაც უახლოეს დღეებში წარადგენენ. ასევე ესპანურ პრესაში იწერება, რომ სამეფო კლუბი ბრაზილიელი შემტევის ანაცვლოდ 160 მილიონ ევროს მოითხოვს. პარალელურად რამდენიმე სატრანსფერო ინსაიდერი, მათ შორის Team News-ი და TIX-ი წერენ, რომ თუ მეტოფეები რეალთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მეორე ვარიანტად PSG-დან ხვიჩა კვარაცხელიას და ბაიერნიდან ჯამალ მუსიალას ტრანსფერს მოიაზრებენ. იანვრიდან მოყოლებული ვიცი არსენალის ინტერესის შესახებ ვინისიუს ჯუნიორის მიმართ. ჯერ კიდევ იანვარში არსენალი ეძებდა საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, ამ ყაიდის მოთამაშეს. სამი ფეხბურთელი, ვის შესახებაც მსმენია იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია, ჯამალ მუსიალა და ვინისიუსი. ეს უბრალოდ ინტერესზე მეტია. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. მე პირადად გამოვრიცხავდი ხვიჩას არსენალში გადასვლას. ინგლისურ პრემიერ ლიგაში გადასვლა ასეთი წარმატების შემდეგ თან კლუბში, რომელიც სამწუხაროდ ვერ იგებს დიდი ხანია. ცუდი გადაწყვეტილება იქნება მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩამ უკვე გვაჩვენა, რომ მიდის გუნდებში, სადაც დიდი ხანია არ მოუგიათ და ეხმარება მოგებაში. დაწერეთ, რეალს და არსენალს შორის საჯობია, რომ გადავიდეს ხვიჩა კვარაცხელია, თუ საერთოდ პარიზში უნდა დარჩეს. საინტერესოა თქვენი აზრი. ახტენილი ოცნება ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა ოფიციალურად. ზიზუ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში წარადგინეს და ლეგენდარული მოთამაშის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მამლებმა წარმატებას მიაღწიონ. ეს გარკვეულწილად ახტენილი ოცნებაა. ამ 4-5 წლის განმავლობაში, როდესაც პაუზა მქონა აღებული, კლუბების ჩაბარებასთან დაკავშირებული შეთავაზებები მივიღე, თუმცა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გამო ყველა წინადადებაზე უარი ვთქვი. ეს არის ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც რეალში მიღებული გამოცდილების შემდეგ მსურდა. ბავშვობიდან ეს მინდოდა. ახალგაზრდული გუნდებიდან დავიწყე, ყველა ეტაპი გავიარე ეროვნულ ნაკრებამდე, რაც მწვერვალია. ერთადერთი რაც მოტივაციას მაძლევს არის ის, რომ ამ გუნდისთვის ვიმუშაო და მან წარმატებულ გზაზე სიარული განაგრძოს. უდიდეს სიხარულს ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, რაც დღეს ჩემს თავს ხდება. თავშეკავებული ვარ, თუმცა შიგნიდან უამრავი ემოცია მაქვს. მზად ვარ ამ გამოწვევისთვის და ბიძგს სწორედ ეს მაძლევს. დიახ, ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო დღე არის. ჩვენ საფეხბურთო სტილს მალე იხილავთ. ამასთან დაკავშირებით მომდევნო პრესკონფერენციაზე განმარტებას გავაკეთებ. 10 ნომერი ვიყავი და ჩემი მამოძრავებელი ძალა გოლების გატანა და თავად ფეხბურთი იყო. ესპანეთში 25 წელი ვცხოვრობდი და იცით ეს რასაც ნიშნავს. მოედანზე ლიდერი ვიყავი. დღეს კი მინდა გავხდე ლიდერი ჩემი გამოცდილებითა და იმით, რისიც მწამს როგორც მწვრთნელს. ბოლო 4-5 წელიწადი სწორედ ამ დღის მოლოდინში გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას ზოგიერთი ადამიანისთვის გარკვეული სირთულეები ახლავს.
მაინც ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ. კილიან მბაპესთან ჯერ არ გვისაუბრია. მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ხანგრძლივი სეზონის შემდეგ დასვენებაა. მასთან და სხვა ფეხბურთელებთან დალაპარაკების შესაძლებლობა სექტემბერში გვექნება. წარმატების მისაღწევად ყველა საჭირო რესურსი გვაქვს. საოცარი გუნდი მყავს, მალე ფეხბურთელებს ჩემს სათამაშო გეგმას გავაცნობ. შეგახსენებთ, რომ ზიდანის დებიუტი 25 სექტემბერს შედგება UEFA-ს ერთ ლიგის ეგიდით. სამფერიანები თურქეთს სტუმრად დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება. დარწმუნებული ვარ, ზიზუ საფრანგეთის ნაკრებს ძალიან შორს წაიყვანს. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. აუცილებლად დაალაიქეთ ის, გამოიწერეთ არხი. მე კი მალე დაგიბრუნდებით ახალი, უფრო საინტერესო და უფრო ცხელი სიახლეებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.